Ribuan umat Kristen Ortodoks berkumpul di Katedral Sioni of the Dormition di Tbilisi pada Sabtu malam untuk merayakan Paskah. Rekaman menunjukkan para rohaniwan memimpin prosesi cahaya lilin saat jemaat berkumpul dalam jumlah besar di dalam dan sekitar katedral. Perdana Menteri Georgia, Irakli Kobakidze, dan Presiden Mikhail Kavelashvili juga terlihat menghadiri ibadah tersebut. Umat Kristen Ortodoks merayakan Paskah pada hari Minggu pertama setelah bulan purnama setelah ekuinoks musim semi, menurut kalender Julian. Hari Minggu Paskah yang menandai kebangkitan Kristus adalah salah satu peristiwa terpenting dalam kalender Kristen dan mengikuti 7 minggu masa prapaskah, periode refleksi dan puasa. Χριστιανικά მიულოცა სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომას, ყველაზე ბედნიერ დღეს სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მართალია დღეს პატრიარქის გარეშე გვიწევს ამ დღეს შეხვედრა. ის ხორციელად არ არის ჩვენს გვერდით, თორემ ჯერა რომ სულიერად აქ არის და იქნება მუდამ მთელი ჩვენი საქართველოს მფარველად. ილოცავს ამ ბედნიერ დღეს და აი წმინდა ცეცხლით, რომელიც ჩამოაბრძანეს იერუსალიმიდან, მიგვაქვს ახლა ამ ტაძრიდან. ილოცავ კიდევ ერთხელ მრავლას და ეს არის. ყველას მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომას, ამ წმინდა დღესასწაულს საქართველოსთან, სიონის საკათედრო ტაძრიდან. ამ წუთებში ველოდებით საევრით ცეცხლს. ის მადლით გადმოვიდა ეს ცეცხლი და ჩვენმა წარმომადგენლებმა ჩამოაბრძანეს საევრივი ცეცხლი საქართველოში და ველოდებით რომ მოაბრძანონ და გადმოგცენ ხალხს. ჩვენ ვიმყოფებით გრიგოლ ხანძთელის მონასტერში, წანისის გრიგოლ ხანძთელის მონასტერიდან. დიდება უფალს, მადლობა ღმერთს ამ კიდევ ერთი წლის შუქებისათვის. ღმერთმა დაგლოცოს და გაგვაძლიეროს. მთლიანად მთელი საქრისტიანო, სამართლმადიდებლო და მთელი მსოფლიო. აღდგომა არის საქართველოსთვის ყველაზე დიდი დღესასწაული, ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული და ამ წელს, ამ დღეს მთელი წელი ველოდებით ყველა ქრისტიანი მოქალაქე ამ ქალაქის, ამ ქვეყნის და 100% ქრისტიანები ვართ ძირითადად. რაც შეეხება ცეცხლის გარდამოსვლას, რა თქმა უნდა, ყველა ვღელავდით იმის გამო, რომ იყო ისრაელში ესეთი მდგომარეობა და ნერვიულობდით, მაგრამ მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ გვაჩუქა ღმერთმა კიდევ ერთი წელი სიცოცხლე, ცეცხლი გარდამოვიდა და ყველას გილოცავთ და ყველა დავესწრეთ მრავალ.
აღდგომას და მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში. Jelajahi cara baru mendapatkan informasi. Download Metro TV Extend sekarang.